ბევრს უკვე ხოლმე როდესაც ვსაუბრობ თვარის კალენდარზე. Იმიტომ რომ ზოგადად ჩვენ ახლა ვსარგებლობთ მზის კალენდრით. მზის კალენდარი არის ნებისმიერი ჩვენი ეს დღე, რასაც ჩვენ ავითვლით, რომ დღე იწყება, როდესაც მზე ამოდის, თავდება, როდესაც ჩადის. შესაბამისად, იგივენაირად არის თვარის კალენდარი, აქ არის დღე იწყება მთვარის კონკრეტული დღე, როდესაც ამოდის მთვარე და თავდება, როდესაც ჩადის მთვარე. როგორც არის მზის კალენდრის მიხედვით დღე, ისე არის თვარის კალენდრის მიხედვით დღე. თვარის კალენდრით დღე იწყება ნებისმიერ დროს. ანუ თვარის კალენდრის დღე კონკრეტული შეიძლება დაიწყოს დილით, შეიძლება დაიწყოს შუადღეს, შეიძლება დაიწყოს საღამოს. რაც შეეხება დღეებს, თუ მზის კალენდარში ჩვენ გვაქვს 30-31 დღე, თვარის კალენდარში გვაქვს 29-30 დღე. ყოველ თვარის დღეს აქვს კონკრეტული სიმბოლო, რომელიც აღწერს ამ კონკრეტულ დღეს. ანუ არის ცუდი ენერგიის შესაბამისად ცოტა უფრო დაძაბული დღეები მთვარის კალენდარში და არის შედარებით უფრო დადებითი დღეებიც. და ეს კონკრეტული სიმბოლო თვარის დღის აღწერს კონკრეტულად ამ დღეს და ასევე გვაძლევს რეკომენდაციებსაც, რომელიც საკმაოდ სასარგებლო არის დღემდე. ხშირად იყენებენ არის ესეთი კალენდრები თვარის დღის, როგორც მზის კალენდარია, იგივენაირად არის თვარის ესეთი კალენდარი მთელი წლის. და შესაბამისად იქ მოცემული არის რჩევები. რჩევები მოცემული არის ყოველდღიურობა, ზოგადად მთვარე მუშაობს ზეგავლენას ახდენს ყოველდღიურობაზე, რუტინულ საქმიანობაზე, შესაბამისად, როდის შევიჭრათ თმა, როდის შევიჭრათ ფრჩხილი, როდის დავთესოთ რაღაც კონკრეტული მცენარე, როდის წავიდეთ სალონში, როდის კარგია სამსახურისთვის ან კონკრეტულად თუნდაც სიყვარულში დღე, ანუ აი ესეთ კონკრეტულ რჩევებს იძლევა დიეტის მიმართულებითაც, როდის რა უნდა ვჭამოთ. ხშირ შემთხვევაში აქ არის რაღაც ისეთი სასწავლო რეკომენდაციები, რომლის დაცვაც ფიზიკურად შეუძლებელი არის ხანდახან, სარკეში არ შეიძლება ჩახედვა და რაღაც მსგავსი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მოდის, ესე ვთქვათ, ძალიან ძველი პერიოდებიდან, როდესაც ჯეროდა ძალიან ბევრი ისეთი რამის, რისიც ახლა ამ ცხოვრებაში კონკრეტულ პერიოდში არ ჯერა ბევრს. ეს არის დაკვირვების შედეგი, ეს არ შეგიძლიათ როგორც სტატისტიკა ისე მიიღოთ და არ მიიღოთ ისეთი რომ რაღაც აბსტრაქციაში არ გადაიყვანოთ, ესე ვთქვათ. შეგიძლიათ დაიცვათ ეს მთვარის დღის სცადოთ, თუნდაც მთვარის დღის დიეტა დაიცვათ, ან თუნდაც მიყვეთ აი თმის შეჭრილობის არის უკეთესი, რომ უფრო სწრაფად გაიზრდება ესე დროს თმა, როდესაც აი ამ კონკრეტულ დღეს შეიჭრით, როდესაც არის რეკომენდირებული. და კიდევ ერთი მომენტი, რომ ეს მთვარის დღეები ძალიან არის დამოკიდებული ადგილზე, სადაც ცხოვრობს ადამიანი, იმიტომ რომ მთვარის დღე მაგალითად ევროპაში სულ სხვა დროს იწყება და ამერიკაში სულ სხვა დროს დაიწყება, შესაბამისად გასათვალისწინებელია საცხოვრებელი ადგილიც.